please welcome Fuad Khamitov. Fuad Khamitovi, მეტსახელი ნაიმანი. 34 წლის წონა წარმატებით დააფიქსირა 175 სანტიმეტრი. 30 მოგება, 8 მარცხი, 1 ფრე. ნაიმან team ალმატი, ყაზახეთიდან. მოდი აღნიშნავ, რომ ამ ივენტზე ბევრი ყაზახი სპორტსმენი გვინახავს და ყველას კარგი გამოსვლა ჰქონდა, საკმაოდ ტექნიკური ბრძოლით გამოირჩევიან. მათ კულტურაში ძალიან კარგად არის კრივი, ძალიან ნამდვილად სოფლიო ჩემპიონატზე წამყვანი ქვეყანაა, როგორც ბიჭებში, ასევე გოგოებში, ყაზახეთი და ამ მიმართულებითაც ძალიან კარგად მიდიან, იმიტომ რომ რამდენიც MMA-ის ბრძოლა ვნახეთ საქართველოში, ვინც ჩამოუყვანიათ ამ ქვეყნიდან, საკმაოდ კარგი გამოსვლა ჰქონია ყველას. ძალიან დიდ ორგანიზაციებში აქვს ბრძოლები გამართული. Fuad's ACA One Championship-ი. ბრძოლა წარუმატებლადაც დაუსრულებიათ, მაგრამ სანახაობას ყოველთვის კარგს გავენ ხოლმე და გამოირჩევიან ესეთი დახვეწილი. 8 ნოკაუტი აქვს და 13 საბმიშენი. გუშინ ჩემი დაბეჭდილება იყო ასეთი, რომ პირველ რაუნდში დამთავრდებოდა ეს ბრძოლა. ალან და სილვასგან, მაგრამ ნახოთ ახლა რა იქნება. ალან და სილვას 14 ნოკაუტი აქვს კარიერაში და 2 საბმიშენი. ნახოთ თუ ორივე მებრძოლის გეგმა ფეხზე დარჩენა. ძალიან სანახაობრივი იქნება ეს ბრძოლა. ამ ბრძოლაში ქართველი არ ყავს, ამიტომ თამამად შემიძლია ავირჩიო მგონი ჩემი ფავორიტი, ხო? All right, ladies and gentlemen, this fight is 3 rounds in GFC welterweight division. Introducing first, fighting out of the blue corner, a mixed martial artist holding a professional record of 19 wins and 11 losses and 1 draw. He stands 180 centimeters tall, weighs in 77.1 kilos. Fighting from Floresta de Araguaia, Brazil, representing Academia VIP. Alan Abagashi da Silva! And his opponent out of the worst corner, a mixed martial artist holding a professional record of 30 wins, 8 losses and 1 draw. He stands 175 centimeters tall, weighs in 77.1 kilos. Fighting from Almaty, Kazakhstan, representing Team Naiman, Fuad the Naiman Khamitov. And when the action begins, your referee in charge of the octagon is Mr. Paul Jumanov. Don't raise your hands. Listen to the command, okay? Show your hands. ვიწყებთ პირველ რაუნდს. ნახოთ რა შემოგთავაზებს ჩემი ფავორიტი ალან და სილვა. ბევრს მოძრაობს. გუშინაც ესე იყო. კარგი ოვერჰენდი. ეს კონფერენციაზე ძალიან ქაოტური მეჩვენა და ეხაც იგივე სურათს ვხედავ. რაღაც ისეთი დარტყმა იყო, აი ალან და სილვა ეძებს მომენტს, ძალიან შორს გაშევიდათ, ეგ დაუზე და დაასრულა კიდეც. ძალიან ფეთქებადია Fuad Khamitovi, უკაცრავად.
ყველა პოზიციაში მშვიდად გამოიყურება ეს ჩემი ფავორიტი მებრძოლი ვნახოთ. ადგა მოასწრო დარტყმა კი გაატარა, მაგრამ ეს მისთვის არ მგონია რამეს ნიშნავდეს. მე ვფიქრობ პირიქით ფეხზე წამოდგომა ერჩია და ამ დარტყმის გატარება ვიდრე ქვევით დარჩენილი იყო შესანიშნავი მარჯვენა ჰუკის აცილება, იმიტომ რომ ძალიან შორიდან შედის ტეიქდაუნზე და მეორედ მოახერხა უკვე მეტოქის გადაყვანა მიწაზე. გადაყვანა მოახერხა, მაგრამ იქ ვერ მუშაობს ქვევით. თუმცა ტეიქდაუნიც საჯების თვალში ძალიან დიდი პოზიტივია, ასე რომ ვთქვათ. და მეორე მხრივ ვერ დაცული ტეიქდაუნი. ხო. ისეც დგომში რო იყვნენ გაატარა ალან და სილვამ დარტყმა შეიძლება წამოდგომის დროს, მაგრამ ძლიერი დარტყმა იყო მაინც, აქაც ატარებს რაღაც დარტყმებს. მუშაობს კარგად. მუშაობს, ხო, თავის პოზიცია უკავია რა. ნახოთ ბრაზილიელის გარდი ყოველთვის საინტერესოა. აქტიურობა სანაც ერთ ერთი სპორტსმენისგან ვერ ვხედავ. აკონტროლებს ყველა შემთხვევაში ადგომა უნდა ალან და სილვას ალბათ დგომში მუშაობა ურჩევნია. პოზიტივია ყუატისთვის. სრულიად საკმარისს აკეთებს, რომ ეს რაუნდი მშვიდად წამოიღოს. 2 ტეიქდაუნი და 2 წუთზე მეტი კონტროლი. ამოღებული და საერთოდ არ ეტყობა ალანს, რომ რამე ბრძოლის შემოტრიალების თავი ან ენერგია აქვს. ჩემი აზრით საჯების ფურცელზე აქ ორივე რაუნდი უნდა იყოს. ორივე რაუნდი ყუატთან მივიდა ნამდვილად. და სახეზეც ეტყობა ჩემს ყოფილ ფავორიტს, რომ ბრძოლის შემოტრიალების თვალებს ვერ ვხედავ მე პირადად. ამ პოზიციაში მიუხედავად ჯები გაატარა ახლა ის გადარჩენია ალანს სწავლის მაგრამ რაუნდი ესე იწყება ყოველთვის და მე პოზიციას ისევ ყუატი ამყარებს. ძლიერი ჯები იყო ნამდვილად, მაგრამ ძალიან კარგი ხელის ტექნიკა აქვს ყუატ ხამტოვს. კი. ვერ ნახა ის პოზიცია ალან და სილვამ, სადაც მეტოქეს ერთმშრომლად აღემატება. როცა ცაცია არ ხარ და ესე თამამად ცაცია დგომში მუშაობ, კარგია კარგია. ყაზახეთთან ახლოსაც არ გაიარა. დაიკავა ცენტრი, თუმცა კარგი ჩეკუკი იყო. კი. უკან დადის, მაგრამ დარტყმებს და თვითონ აკეთებს ყუატი და ქულებსაც აგროვებს დგომში. ეს ახლა აშკარად ფავორიტი არის, მიუხედავად იმის, რომ მეორე ნომრად მოძრაობს და კონტროლ დარტყმებს აკეთებს, ძლიერი მუხლი იყო ტანში, არა, ძლიერი მუხლი, გაშვებული იყო, მაგრამ მოხვედრილი არ იყო ძლიერად. მიზნამდე ვერ მიაღწია. კარგად იცავს თავს, ეხლა ამ დროსაც დასვენებისთვის იყენებს ყუატი, რომ რაუნდის მეორე ნახევარი გააქტიურდეს თუნდაც და ტეიქდაუნი და ჩავიდა სინგლ ლეგზე, ნახოთ თუ დაიცავს აქ ალან და სილვა, თუმცა გადაიყვანა ყუატმა. გადაიყვანა ყუატისთვის ყველა პოზიცია მომგებიანია, ეხლა დგომშიც კარგად მუშაობს და ჩვეულებრივ აკონტროლებს და აბლახო საერთოდ და მაგრამ მაშკარად თვითონ უფრო ქვევით მუშაობა ურჩევნია. პირველი რაუნდი ყუატმა პირველ ნომრად იმუშავა, გააკეთა ტეიქდაუნები და ტეიქდაუნების შემდეგ აკონტროლა სრული რაუნდი ალან და სილვა. მეორე რაუნდში უფრო ინიციატორი შეტევის იყო ალან და სილვა პირველ ნახევარში, მეორე რაუნდის პირველ ნახევარში, თუმცა მოახერხა და ეს პოზიციაც ყუატმა თავის უპირატესობად გადააქცია და ეს მებრძოლი იბრძვის ორივე პოზიციიდან. აჩვენებს თავის მაღალ უნარებს, გამოცდილებას, ყველა ადონეზე საფათოა, მოკლედ და ეთყობა რომ მაღალი კლასის ველოდები რომ დამუშავებული აქვს. კარგოს, სწორედ ველტეროიტში გვაქვს საჩემპიონო ბრძოლა და მაინტერესებს თუ ექნება ყუატ ხამიტოს საჩემპიონო ამბიციები.
რადგან ჩემი აზრით ძალიან კარგად გამოიყურება ამ ბრძოლაში. კი, ამ ბრძოლაში ძალიან კარგად გამოიყურება, მაგრამ ჩემი აზრით მოწინააღმდეგესაც ხო გააჩნია, ეხლა აშკარად ვერ არის იმ დროის მოწინააღმდეგე ალან სილვა, რომ კონკურენცია, ასე ვთქვათ, კონკურენტუნარიანი ვერ არის კოატის მიმართ, მაგრამ მოდი საჩემპიონო ბრძოლას თუ გადავხედავთ, იქ ორივე მეორე მებრძოლი არ ვიცი, მაგრამ ბექათამლიანი ისეთი კლასის მებრძოლია, რომ არ მგონია მის მიმართ რამე შანსი ქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბრძოლაში საკმაოდ დიდი უპირატესობით გამოირჩევა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მისი მოწინააღმდეგეს დონე არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს ამ ბრძოლაში. მის მოწინააღმდეგეს როგორც წეღან აღნიშნე 31 პროფესიონალური ბრძოლა აქვს ჩატარებული. როდესაც გადაწყვეტს კუატ ხამიტოვი ჩავიდეს ფეხში, ყოველთვის ტეიქდაუნი აევის გუნდელი და ეს ბევრ რამეს მიგვითითებს, ახლო მეგობარი და სწორედ ის ეხმარება ბრძოლების შერჩევაში და კარიერის წარმართვაში. მაყურებელისთვის შეიძლება ცოტა მოსაწყენი იყოს ამ ბრძოლის ყურება, მაგრამ რადგან არც ერთი არ არის ქართველი მებრძოლი, მაგრამ მოდი გავითვალისწინოთ იქ, რომ აქ პოტენციური მეტოქე შეიძლება იყვეოდეს კი, რომელიც შემდეგ ქამარზე იბრძოლებს გამარჯვებულთან. ამიტომ ამ მიმართულებით თუ შევხედავთ ამ ბრძოლას, საკმაოდ საინტერესო საყურებელია, იმიტომ რომ უნდა ვიცოდეთ როგორი მოწინააღმდეგე იქნება შემდეგი და ამ მიზნით უფრო მეტად ყურებადი ხდება ეს ბრძოლა. გასულდა მესამე რაუნდი, ვიხილეთ ყაზახი მებრძოლის სამრაუნდიანი სრული დომინაცია. კი. ნახეთ გაცვლები ფეხზე, სადაც გამარჯვებული ყოველთვის რჩებოდა კუატ ხამიტოვი. მიწაზე არანაირი შანსი არ მიცა ბრაზილიელ ალან და სილვას. იყო ბრაზილielis გარდშიც, თუმცა არანაირი საფრთხე მას არ დამუქრებია ამ გარდიდან. ბრავო. გავასწრებ მოვლენებს და მიულოცავ გამარჯვებას კუატ ხამიტოვს. კი, ყველა პოზიციაში იყო გამარჯვებული, ყველა ფრაგმენტი ბრძოლის წამოიღო, მან ნამდვილად ეკუთვნის ეს გამარჯვება. დაველოდოთ ოფიციალურ განცხადებას და ვიხილოთ გამარჯვებული მებრძოლის აწეული ხელი. After 3 rounds, we go to the judges' scorecards for decision. The judges score this contest for the winner. Out of the first corner, Kuat the Nine-Man, Khamitov. Друзья, всех приветствую. Ребята, все знаете, вчера я на пресс-конференции сказал, что я вышел сюда с травмой. У меня нога вообще 2 недели головой ходить не мог, но для того, чтобы мои... კუატი გვეუბნება, რომ ტრამვით იყო ამ ბრძოლაზე წარმოდგენილი, ფეხზე ჰქონდა ტრავმა და ისე იყო გამოსული ბრძოლაზე. Теперь хочу поблагодарить всю Грузию, Батуми. უნდა რომ მადლობა მოგვიხადოს მთელ საქართველოს ბათუმს. Спасибо. И также я выбрал, я уже старый. მე უკვე ბებერი ვარო, მაგრამ Большого выбора для того, чтобы сделать вызов Шара Булиту. Я знаю, что ты сейчас смотришь. მაგრამ მინდაო გამოწვევა В этом გავაკეთო. доджо на летней арене большой. Вчера все мы ждем тебя на суперстоп фагрепингу. Отказы не принимаются обязательно. გამოიწია მებრძოლი, რომელსაც უნდა რომ დაუპირისპირდეს ზაფხულში. Вода есть. Твои пираты могут приплыть. И мы
посмотрим, кто захватит. UFC-ს მებრძოლი გამოიწვია ესეთ თამამი განცხადი არ მეგონა არ ველოდი და უნდა რომ ზაფხულის ივენტზე ბელაჯიოს ივენტზე გამოიწვიოს ეს მებრძოლი და დაუპირისპირდეს მიუხედავად თავისი ასაკისა. ესე იგი He said thank you to everybody and also he challenged Sharon Bullet to fight in a wrestling match.